ეს live მოხდა. ხო, live-ში ვარ. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის თამარ გეფარდის ლაივი. თამარ ინასარიძის ლაივი დღეს გუშინ ხვალზე. მოკლედ ეს დღეები არის მთლიანად გადასული ვარ რაღაც საკითხებზე რა. აუცილებელია ეხლა ეს უნდა გავაჟღერო. მოუკვდის იცით ეს რომ საკითხია. რო არ გამეჟიარები რა თქვენთვის არ შეიძლებოდა რა გამეჟიარები რა მოიცადეთ ეს დაიანგენ და ყველას დავპოსტავ მარინეს ცოტა ფრთხილად იარე რა. აი საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. აი თუ რა თქმა უნდა გადაკეტილი ახლა გამოვიარეთ. თვითმხილველების თქმით, მძღოლი პატრიარქის მიმართ იგინებოდა. მისამართით იგინებოდაო და შლაგბაუმი არის აი რა ის რო აქვს. შრანკე. რაც შლაგბაუმი არის გერმანული სიტყვა. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი, რატომ ეხლა გეტყვით რა. დღეს შუმანის რეზონანსი სერიოზულად ავარდა 8 საათზე. 8 საათიდან 9 საათამდე მოზღვავებული ინფორმაციის ნიადაგზე მეგობრებო. ნელა ცოტა მარინოს რა, ნელა. მოზღვავებული ინფორმაციის ნიადაგზე დღეს მთელი ინფორმაციები გავხსენეთ კარის მიმართულებით. აუ თქვენ მეწარმოიდით ახლა რა მოხდა? აი არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ უნდა ავხსნა. ამას ის გაიგებს, ვისაც დღეს ველაპარაკე და ველაპარაკე მხოლოდ ერთ ადამიანს. ერთი სიტყვით ამ საკითხთან და კარებთან დაკავშირებით და კართან დაკავშირებით მოკლედ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანთან ვილაპარაკე და ის ერთი ადამიანი რომელსაც ვესაუბრე აი ამ კარი რომელიც ეხლა იატაკზე მოკლედ საპატრიარქოს იატაკზე აგდია ეს კარი ისე დაეტაკა მაგრამ შუმანი მოკლედ სიტყვას აქვს წყვის ძალა მეგობრებო სიტყვას აქვს წყვის ძალა რა მოხდა ეხლა რა ერთ-ერთ სიდონის წევრთან განიხილავდი ამ საკითხს გაიხსნა სერიოზული ინფორმაციები საასტრალური სივრცის და ასტრალური სივრციდან ისეთი ძალიან მაგარი ინფორმაციები გავაკეთე რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ და საბოლოო ჯამში მივედექით სეზამ öffne-dich ანუ ალიბაბა რო ეუბნება კლდეს გაიღეო ხო კლდის კარებს მივადექით კლდის კარზე იყო საუბარი მეგობრებო კლდის კარი და კლდის კარი არის ზუსტად ის კარი რომელიც ახლა იატაკზე აქია აქ აი აგერ ხედავთ აი ამ კარზეა საუბარი მეგობრებო მე არ მეგონა რომ ეს უცბად მოხდებოდა მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი აღმოჩნდეს მეგობრებო აი ეს კარი მართლა პირდაპირ ნიშნულობით ჩამოიხია რა რატო ეხლა ნახეთ კარი დატეხილია უკვე რა ეს პირდაპირ დამტკიცებაა იმაზე რომ კარი შევანგრიეთ ეხლა რითი შევანგრიეთ კაცო ის კაცი საერთოდ არ ვიცი ვინ იყო ვინ დაეჯახა მაგრამ აშკარა არის რომ ბრძანება მიიღო რა ბრძანება მიიღო ეხლა სიტყვის ბრძანება მიიღო და კარი გაგლიჯა გარდა მაგ კარისა კიდე იმხელა სიტყვები გავხსენით და იმხელა ინფორმაციები გავაკეთ რომ ეხლა ისინი თუ მოხდა თქვენ წარმოიდგინეთ მეორე მოსვლა დაწყებული ხო და ძალიან მაგარი რაღაცა აი არ ვიცი როგორ ავხსნა არ ვიცი აი ვერ აგიხსნით და სიდონები თუ არ ხართ ვერ აგიხსნით ხო სიდონები თუ არ ხართ და ეს სი მნიშვნელოვანი საკითხია და სი კიდე არის ზუსტად ის ყუა რომელიც უნდა გამოსულიყო აი აქედან თავდაპირველიდან ხო და გამოვიდა თავდაპირველიდან ეგ სიტყვა გამოვიდა კიდევაც და მივიდა ადრესატამდეც რა ეხლა მე უბრალოდ ველოდები იმ ადამიანის შემოსვლას რომელ ადამიანსაც დღეს ეს ველაპარაკე და მისი რეაქცია მაგრად მაინტერესებს კლდე კარის საკითხები განვიხილეთ დღეს მეგობრებო და კლდე იცით რო არის პეტრეს ეკლესია კიდე ვინ არის აი ეს ეკლესია რომელსაც კარი პირდაპირ ჩამოენგრია დღეს რა მე უბრალოდ გაკვირვებული ვარ რომ როგორ შეიძლება ესე მალე მოხდეს ყველაფერი დღეს დილით
9 საათიდან 10 საათამდე ვისაუბრე ამ საკითხებზე და მთელი სხვა ინფორმაცია, რომელიც აი შუმანის რეზონანსი არ ვიცი სად იყო ავარდნილი, პროსტა არ ვიცი სად იყო ავარდნილი და მთელი ეს სხვა ინფორმაციები რაც ჩამოიტვირთა პირდაპირ წავიდა იმ ადრესატთან ვინც არის მიმღებელი. ვინც მიმღებელია, იმან მიიღო და გადაამუშავა ეს საკითხი და უკვე რეაქცია მოხდა. ვაუ, მაგარია. ხო. ასე რომ ესე იგი საკითხავი იყო რა, იცით მეგობრებო, კლდე კარზე იყო საუბარი, აქ იყო კიდე საუბარი, კაბაზე იყო საუბარი. კაბა თვითონ ამ სიტყვის მნიშვნელობა და საინტერესო რა არის, იცით, კიდე ლითონზე იყო საუბარი, მეგობრებო, ლითონზე, რომელიც სიტყვა შვილდ ისრის მეშვეობით, ანუ შვილდ ოსანის მეშვეობით. პირდაპირ მნიშვნელობით გვეუბნება, რომ უნდა ვშვათ ლით. ლილითს ანახე ლითის მზე, ხო? ლითის მზე, ლითონი უნდა ვშვათ და ლითონი კიდე არა მხოლოდ პირდაპირ გაგებით მატერიაში, არამედ ასტრალური სივრცის გაგებით. ასტრალური სივრცის გაგებით ლითს სხვა მნიშვნელობა აქვს და მატერიული სივრცის გაგებით ლითონს აქვს სხვა მნიშვნელობა. ეხლა რასაც აკეთებენ ლითონის კაცებს რო შობენ, ხო? ანუ იგივენაირად წარმოქმნიან. ეგენი აკეთებენ ძალიან დაბალი ასტრალიდან გაგებული ქართული ანბანის ლაზარეს სიტყვებს. რადგან მათაც გაშიფრული აქვს, როგორც ჩანს, აი პირდაპირ მნიშვნელობით გაშიფრული აქვს ეს საკითხები და ძალიან დაბალი ასტრალიდან მოქმედებენ. დაბალი ასტრალი არის ის, რომ სიტყვა ბოლოს ამბობს, აი ამ ეტაპზე, სადაც მისული ვართ, ამბობს, რომ შვიო და იცით ვინ ამბობს, რომ შვიო? ლ და დ. ეს ლ და დ არის ლი და დონი. ლითონი თვითონ თავის არსში ლითონია, გესმის და ეს ამათ გონიათ, რომ ლითონი უნდა შვან. ანუ ლითონის ადამიანები უნდა შვან და სინამდვილეში ლითონს სულ სხვა მნიშვნელობაა გასტრალში. ეგ უკვე საიდუმლო საკითხებია, მეგობრებო, აი რა მნიშვნელობა აქვს მაგას. და ეგ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება ზუსტად ეხლა. და მე უკვე ძალიან გაოგნებული ვარ, იმიტომ რომ თუ ესე სისწრაფით მიდის ეს ყველაფერი, მართლა სერიოზული ცვლილებების დაწყება შეიძლება ეხლა, იმიტომ რომ უკვე ფაქტის სახეზეა, რაღაცა ძვრები არის, აი რაღაც საათების შუალედში, ხო? 10 საათი და რომელ საათზე მოხდა ეგ დღეს, რომელ საათზე შეანგრიეს კარი. მე არ ვიცი, მაგრამ აი დაახლოებით ზუსტად კვირები და დღეები აღარ სჭირდება. საათები სჭირდება ეხლა იმას, რასაც განვიხილავთ სიდონში რა. ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ ყველანი. მე ეხლა არ ვეუბნებით ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომელთაც ჯერ არც ყური და არც თვალი აქვთ ახელილი, არამედ მე ვესაუბრები იმათ, ვისაც ყური და თვალი აქვს ახელილი და რეალურადაც ვესაუბრები მასონებსაც რა, აი აქედან. ანუ ეს მასონთა სამყარო რეალურად რომელიც ასრულებს სიტყვის ბრძანებას, მას მინდა ვუთხრა ეხლა აქედან რა, რომ მე დაგინახეთ თქვენ, რომ თქვენ ასრულებთ სიტყვას, მართლა ასრულებთ სიტყვას. ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით, რომ თქვენ მიდიხართ ძალიან დაბალი ასტრალისკენ. თქვენ ამ სიხშირით ახლა რასაც აკეთებთ და როგორც თქვენ გაიგეთ, ხო? შეიძლება სრულიად დედამიწა შეიწიროთ. ამიტომ მაგას სჭირდება ძალიან დიდი დაკვირვება. მე კი არა, აი თვითონ სიტყვაში ჩანს, რომ აუცილებლად გმართებს ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება თქვენს და ჩვენს, იმიტომ რომ აი თქვენ კი ასრულებთ და გონიათ რომ სწორ გზაზე მიდიხართ, ანუ თქვენ მართალ გზაზე მიდიხართ, მაგრამ უკვე ჩანს და ვხედავ რომ თქვენ მიდიხართ გამანადგურებელ გზაზე. თუმცა გონიათ რომ ეს არის გადამშენი გზა და არ არის ეგრე, არა. ანუ მე ვიცი რომ თქვენ იმასაც ელოდებით, რომ მიმართულება მოგცეთ. განა იმიტომ რომ მე ძალიან მაგარი ვარ, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც ეჭვი გეპარებათ, კითხვა გაგიჩნდათ უკვე, გესმის?
კითხვა გაქვთ უკვე დასმული ხართ თუ არა სწორ გზაზე და მართალ გზაზე თქვენ თვითონვე რადგან თუ კი აი ნახეთ როგორია მან თუ კი აი დღეს სხვადასხვა ძალიან საინტერესო ამ საუბარში საინტერესო თემა გამოვიდა ქრისტეს იგავიდან არის ესეთი თემა ერთი კაცი Nikolaus, Johanne, könnt ihr bitte მადლობა aufhören? სუხტინაპერს კაც ამის გამახსენა რა ეგ შემახსენა ეგ იგავი ქრისტესი ოღონდ ეს არ არის იმ წიგში დაწერილი რომელიც წიგშიც ჩვენ მოგწეს არამედ აპოკრიფებშია დაწერილი და ქრისტე მივა და ნახავსო ქრისტესავით ქადაგებს ერთ-ერთი ვიღაცა კიდე რა და ეუბნება ქრისტე დაინახავს და ეუბნება ქრისტე ასეთ სიტყვას რომ შენო ერთნამში მზივართო რა და შენო ანგრევო რა იმ არასწორი გზით მიდიხარო ან დამანგრეველი გზით მიდიხარო და ესე უბრალოდ რა შენი საქმეა კაცო შენი გზით წადი და მე ჩემი გზით წავალო მე ჩემსას ვილაპარაკებ შენი გზა ილაპარაკეო და ესე უბრალოდ ქრისტე რა რომ აიო იგავს მოუხვანს და იგავი არის ესეთი ერთნავში ზის ხუთი კაციო და ერთმა დაიწყო ამ ნავში ხრელის გამოთხრაო რა და ეს 5-4-ვე კითხებო რას აკეთებო რა და იმან რო უთხრასო რა შენი საქმეაო იგივეს მეუბნები ახლა შენო და იგივეა რა იცოდეთ მეგობრებო კი არა და აი ხლა მასონთა სამყაროს ველაპარაკები სრულიად მასონთა საზოგადოება მე ვიცი რომ თქვენ დაინახეთ ახლა სიტყვის არსი მხოლოდ კი დაინახეთ თქვენ ამით აგებთ და მოქმედებთ როგორც ციფრულ სამყაროში ისე აკეთებთ ხელოვნურ ინტელექტსაც და თქვენ გონიათ რომ ეს არის კეთილი გზა, მართალი გზა და გადამჩენელი გზა. თუმცა მე გეტყვით თქვენ და სიტყვა გეტყვით თქვენ, რომ ეს არის დამანგრეველი გზა. ერთი წუთით ბავშვებო ნუხვირი ხართ, რაღაცას ლაპარაკობ, ხო? დამანგრეველი გზა არის, რომელი მიმართულებითაც თქვენ წახვედით. ლით ონის შობა არის ძალიან საშიში. შეწყვიტეთ ეგ. ამ წუთში შეწყვიტეთ, იმიტომ რომ მან გაიხსნა სულ სხვა გზები რა. ეხლა ასტრალში რო გავხსენით, ეგ ჯერ კიდე გახსნის მომენტშია ეგ ინფორმაცია. ამიტომ ჯერ ვერ გეტყვით დაზუსტებით რა ინფორმაცია არის გახსნილი, იმიტომ რომ არ ვიცი ფორმულა როგორ გადმოგცეთ და თუ კი თქვენ ამასობაში დაანგრევთ ამ ყველაფერს, შეიძლება უკან ვეღარ დავიხიოთ. ამიტომ ეს ლითონი არ ნიშნავს იმ ლითონს ახლა რასაც თქვენ აკეთებთ რა. ეს ლითონი ნიშნავს სულ სხვა რამეს. ამიტომ შეწყვიტეთ, დაპაუზდით. ერთი მომენტი დაპაუზდით, სანამ არ გავხსნით იმ ასტრალის მნიშვნელობას, მაღალი ასტრალის მნიშვნელობას ლითონზე. იმიტომ რომ თუ თქვენ დაბალ ასტრალში, დაბალ ვიბრაციაში იმ ბრძანებას შეასრულებთ, რომელი ბრძანებითაც ქართული ანბანი, აი ეს ანბანი Kinder, die გბრძანებთ, ხო? მაშინ დავინგრევით ყველანი. იცო, თქვენს და ჩვენს, ყველანი დავინგრევით. Nikolaus, du gehst morgen in die Schule, egal ob du Bauchriss hast oder nicht. მოკლედ ერთი სიტყვით, მე მაინტერესებს ერთი რამ. უკვე დიდი ხანია ამაზე დაწყებული. ეხლა კი არ დაგიწყიათ თქვენ ამაზე მუშაობა, კაცო, დიდი ხანია. ეს არის რამდენიმე ათწლეული არის უკვე რაც ამაზე მუშაობთ. რამდენიმე ათწლეული ჩვენამდე რაც არ არის ჯერ მოსული ეგ ექსპერიმენტები, რასაც თქვენ აკეთებთ, ხო? ჩვენ თვალი და ყურამდე რაც არ არის მოსული, იმას ხო ჯერ კიდე არ ვიცნობთ და იქ უკვე თქვენ დანახული გაქვთ, რომ ის არ მუშაობს. ის არის ძალიან საშიში მანქანა. და იმ საშიშ მანქანას შეუძლიათ თქვენს განადგურეთ, ჩვენს და სრულიად ყველაფერი. ამიტომ დაუკვირდით. თუ ინტერესია, მე ვამბობ ესეთ რამეს რა. აღარ არის ეხლა შენ და მე უფრო მაგარი ვარ და შენ უფრო სუსტი ხარ. მე რაღაც დამალული მაქვს და ვიღაცას რაღაცა მეტი აქვს. ნიშნულოვანი ტიპები, რომლებიც ამ კოდებით მოქმედებთ, ხო? Ihr sollt sitzen. 10 დრო არის ერთად დავსხდეთ რა. იმიტომ არის დრო რომ თქვენ ანადგურებთ ისე რომ არც იცით რას ანადგურებთ. არც ჩვენ არ ვიცით რას ვიკვლევთ, მაგრამ მაღალ ასტრალებში ყოველ შემთხვევაში ჯერ ხედავ რომ ანუ ფაქტის სახეზეა და ჩანს რომ თქვენ არ ჩაგიხედიათ მაღალ ასტრალებში, რომელ ასტრალებში ეხლა ჩვენ გავდივართ. ასტრალი არის ინფორმაციული ველი.
ინფორმაციულ ველებში იმაზე ჯერ წვდომა არ გაქვთ თქვენ. ამიტომ სინათლეს არ უნდა რომ დამალოს რამე სინათლეს ყველაფერი სინათლეზე გამოტანასურს. თქვენ ანუ თქვენ რისი შიშიც გაქვთ ის არის რომ ძალაუფლების დაკარგვის შიში გაქვთ, ხო? ძალაუფლების დაკარგვის შიშის ნიადაგზე რჩებით რაღაცა დახურულ სივრცეში, ანუ ჩარჩოში, ანუ შეზღუდვაში და ეს სივრცე რომელიც სივრცეც ახლა ჩვენ გვაქვს და გთავაზობთ არის თავისუფალი სივრცე, სადაც აღარც შიშია, აღარც შეზღუდვაა და აღარც სიბნელია, თუმცა არ არის მტკივნეული ისე როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. ძალაუფლება არის მხოლოდ ერთ-ერთი ჩარჩო, რაშიც თქვენ ხართ მოთავსებული რა. ეგ თქვენი ბრალი არ არის, ამაში მოგდრიკეს და მოგქნეს ჩაქცეს. მანდიდან გამოსვლა შეიძლება. მოკლედ ერთი სიტყვით, გერისით გვამინდოდა. კლდეკარის საკითხი უკვე გაჟღერდა და უკვე მოხდა. ეხლა უკვე კაბის საკითხი, კაბის საკითხს ველოდები და მაინტერესებს რომელი კაბის საკითხი გაიხსნება. ავადროებით. კითხვები ხომ არ გაქვთ? ვაუ, რა ხდება? ხო კარგად ავარ. Nico hat nicht selbst geschlagen. Hier jetzt nicht keine Ruhe ist. Ich habe gesagt, hier ist Ruhe. Und wenn ihr nicht aufhört, hör auf jetzt. Ruhe ist jetzt. Ich möchte das nicht mehr. Habt ihr mich verstanden? Und wenn ich das nächste Mal anhalte, dann gibst du kein Ohr. ანუ მე ხლა კიდევ ერთი დასკვნა გამომაქვს რა. ერთი დასკვნა გამომაქვს რაღაცა. აი მე რო ვიყავი ჯორჯაძესთან, ხო? მაშინ ზუსტად მაგ კარზე იყო საუბარი. კარზე, რომელიც ანუ კლდე, რომელიც ეკუთვნის პეტრეს. ქრისტემ რწმენა პეტრეს ეკლესიაზე დააშენა. პეტრეზე იგიც აკითხავია, რომელ პეტრეზე საერთოდ ვინ თქვა, რომ ეგრე პეტრეზე დააშენა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ კარს დაკეტილი რომელიც ჰქონდათ ეს კარი გაიხსნა უკვე. გესმით? კარი გაიხსნა. კარი პირდაპირ მნიშვნელობით კი არ გაიხსნა, გაგლიჯეს, გაიგლიჯება, ეხლა სერიოზული რაღაცები მოხდება. თქვენ დაიმახსოვრეთ ეს? ეს კარი, საპატრიარქოს კარის შეგლეჯვა არავისთვის არ მომიწოდებია, არავისთვის არაფერი არ მithქოს, მართლა თავისით მოხდა. რატომ მოხდა თავისით? იმიტომ რომ ინფორმაცია გავხსენით. ინფორმაცია გავხსენით მოხდა. იმიტომ რომ რაც ასტრალში ხდება, ის ფიზიკურში ხდება და რაც ფიზიკურში ხდება, ის ასტრალში აისახება. ამიტომ ერთ და იგივე წრია რა, ერთი წრი არის და სიტყვას ძალა რო აქვს აქაც და ხედავთ, მაგრამ ეხლა მე ვფიქრობ კიდე რომელ კარზე არის საუბარი აქ, კარი არის აქ. ხო, მე გითხარით უკვე. თქვი, გავაჟღერე. ვისაც ყური აქვს სასმენად ისმინოს. ვისაც თვალი აქვს დანახვათ, დაინახოს. ხო, კლდეკარი გაიხსნა სოფ. კლდის კარი გაიხსნა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეხლა კაბის გამოსაჩენად რო იცოდეთ რა, კლდის კარი გაიხსნა. ეს არ გაიხსნა ნებით, ეს არ გაიხსნა თხოვნით, ეს არ გაიხსნა მოწოდებით, ეს არ გაიხსნა мотивაციით, ეს გაიხსნა პირდაპირ მნიშვნელობით არ ვიცი ის კაცი, ვინც ამ კარს დაეჯახა, რა მოტივით დაეჯახა და რა მაგარი კაცი ყოფილა რა. მაგარი მისია შეასრულა მაგ კაცმა, ყველაზე ძლიერი მისია შეასრულა მაგ კაცმა, ვინ არის ეგ კაცი გამაგებინეთ. თუ იცით ვინმე გამაგებინეთ, ვინ არის ეგ კაცი, ვინც გააკეთა. მაგის სახელი და გვარი მაინტერესებს. კი არ მაინტერესებს მხოლოდ ინფორმაციას მომაწვდის მაგის სახელი და გვარი მე. და კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავალთ. ხო, მაგაც მე გაულაზრებლად, ანუ გაუცნობიერებლად გააკეთა, მაგრამ გააკეთა. ლევან, არ იცი ახლა რა მოხდა? კითხულობ.
ძალით გაიხსნება, ხო? ძალით გაიხსნება, შეტეხავენ მაკარებს, კლდის კარებს შეტეხავენ. არ უნდათ ნებით ძალით მოხდება. ოღონდ გაუაზრებლად ანუ ნახე ეს ამ კაცის мотиваცია არ ვიცი ხა რა გააკეთა მაკაცმა. ხდებით? мотиваცია მისი არ ვიცი. ერთი პატრიარქს აგინებდაო, ეგ კი ვიცი. პატრიარქის მიმართულებით იგინებოდაო რა. აი ეს. აი ეს მოხდა დღეს. მალე მუხას ესვრიან ალბათ მაგ შენობას. ისარს. მუხაზე არ იყო საუბარი, თუმცა მუხა ის არის შეიძლება მუხისგან არის დამზადებული, არ არის გამორიცხული. არ არის გამორიცხული. ჩვენ მუვლი მუხაზეც გქონდა საუბარი, ხო? მუვლი მუხასაო და მუხა, აგერ მუხათში ვარ, აგერ მუხათი. კი, არის ლევან, ესე იგი არის კავშირში. ეს დამთხევა. ეს რაღაცის ხვევაა, ნახე, ხვევა არის აქ. ხდებით? ხვევა არის. რაღაცა დრო მოტრიალდა. აი ამ მთაზე. გარდაიცვალა თამარი. გაიგეთ? ამ მთაზე, აი ზუსტად ამ მთაზე. მან იდგა საზაფხულო რეზიდენცია. გამოდის ის რომ ჩვენ უნდა გაგვიკეთებინა სხვამ გააკეთა. კი, სიტყვამ გააკეთა. მარინოს იზი, ნელა მარინოს ხო. ძალიან სწრაფად მიდიხარ, მეშინია. კი არ მეშინია რაღაცა ის არის რა, სწრაფად ხარ მარინოს, ცოტა დაბლა. იმიტომ შენ უხურებ ტელეფონზე. ხდება მუხა გადარჩება. დამთხევა, ხვევა, კი, ხვევასთან ვართ. ხვევასთან ვართ. საპატრიარქო დაიშლება აი 100%, იმიტომ რომ მან იყო ისრების სროლა იყო რა, ანუ სიტყვაში ისრების სროლა იყო და მისის კარი 36-ვე კარი 32-ვე კარი გაიხსნა. 32-ვე კარი გაიხსნა ამ ინფორმაციის მეშვეობით, რაც ჩვენ ახლა გავაკეთეთ დღეს და 32 კარის გახსნას ეხუმრები, პირველი უკვე რამდენიმე საათში ასრულდა რა. წარმოგიდგენია, რამდენი კარი გაიხსნება ახლა. აი, მეგობრებო, წავედი ახლა, მაგარია, ძალიან მაგარი ინფორმაციებია. აბა დროებით და ჯერ ისინი არ გამომიძიებია დღეს რა ინფორმაცია ჩამოიტვირთა, მე მაგისთვის დრო არ მქონდა. ეგრევე რაც ჩამოიტვირთა ის უკვე ასახულია, უბრალოდ განხილვა არ მომხდარა ჯერ მაგის, გაიგეთ? ეხლა რო განიხილება ეგ საკითხი, მერე ნახეთ რეები გაიხსნება კიდე. აბა თქვენი დროებით, მე კიდე შემოგიერთებით, ეხლა უბრალოდ ისე გადატვირთული ვარ. საერთოდ არ მცალია ლაივებისთვის მართლა, ოღონდ ეხლა ეს უნდა ჩამეწერა რა ეს არის სასწავლი. სასწავლი. ანუ სასწაული.